როგორც მოგახსენებათ, თბილისში იდგმება ერეკლე მეორის ძეგლი. ერეკლე მეორე არის გმირობის სიმბოლო, არის პატრიოტიზმის სიმბოლო, პრაგმატიზმის სიმბოლო, თავდადების სიმბოლო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქს შეემატება ერეკლე მეორის ძეგლი. მისი უგდავყოფა არის, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის სვალი და რა თქმა უნდა ძეგლი ამაში თავის წვლილს შეიტანს. ასევე ხედავთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცე ეწყობა თბილისში. თქვენ ხედავთ კახაკალაძის მერობის პირობებში, როგორ წვანდება, ლამაზდება კიდევ უფრო მეტად ჩვენი დედაქალაქი და რა თქმა უნდა ესეც უნდა გაგრძელდეს. ჩვენ გვჭირდება განვითარება და ეს პროექტიც არის რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის განვითარების კიდევ ერთი მაგალითი. ბატონო ირაკლი, კვირას გაიმართება ინაუგურაცია და ამით ქვეყანა ასრულებს ფაქტობრივად საპარლამენტო წყობაზე გადასვლას. რო შევაფასოთ ეს პროცესი და რამდენად მნიშვნელოვანია ხოლმე. რა თქმა უნდა არის მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია შედგება 2 დღეში და მას საკისრია ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე ვიტყოდი რთული ფუნქცია. მნიშვნელოვნად დაზიანდა რეპუტაცია პრეზიდენტის ინსტიტუტის წინა წლების განმავლობაში. აქ არ გულისხმობ მხოლოდ ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს, წინა პრეზიდენტებსაც და მიხეილ ყაველაშვილის მისია იქნება ის, რომ დაკარგული რეპუტაცია აღუდგინოს საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტს და მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილი ამას საუკეთესოდ შეძლებს. ის არის პატრიოტი ადამიანი, ძალიან ღირსეული ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და იქნება საუკეთესო პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნის. ამ თემას გავაგზავნებთ, შეიძლება გესმით პოლიტიკური პარტიების მხრიდან სხვადასხვა ტიპის განცხადებები და მოლოდინი არის, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის ქმედებებთან დაკავშირებით, რას ისამს ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი 29-ში დატოვებს თუ არა ორბელიანების სასახლეს. ის მოდა განცხადებები, რომ მზად არიან ოპოზიციის ნაწილი მზად არის, რომ ფიზიკურადაც დაიცვას ის თუ ამის საჭიროება გახდება. აი ამ ნაწილში როგორ ხედავთ პროცესების განვითარებას? მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში მაინც გონივრულად იმოქმედებს სალომე ზურაბიშვილი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ვერ იქნება მელიას სცენარის გამეორება. ეს არ არის პარტიული ოფისი, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია. შესაბამისად იქ იგივე სცენარის გათამაშება ნიშნავს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, რაც ითვალისწინებს მრავალწლიან პატიმრობას. არა მარტო უშუალოდ სალომე ზურაბიშვილისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ამ სცენარში იქნება ჩართული. აქედან გამომდინარე, მე არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველ რიგში საკუთარ თავს გაწირავს ციხისთვის და ასევე გაწირავს 150 ადამიანს, რომელიც მასთან ერთად შეიძლება მოიაზრებოდეს. აქედან გამომდინარე, მე ასეთი არაგონივრული სცენარის გათამაშებას არ ვლობ. როდესაც თქვენ საუბრობთ ამაზე, ჯერ კიდევ კვირას, როდესაც იყო მოლოდინი პრეზიდენტის განცხადებების მიმართ, რა სიტყვა და ის პარტნიორების მხრიდან ძალიან კრიტიკული განცხადებები მოყვა თქვენს გაფრთხილებას, მოდი ასე ვთქვათ, სად იქნებოდა სალომე ზურაბიშვილი გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ. და ნახავთ ალბათ ამ კონტექსტში იყო ჯო ვილსონის რესპუბლიკელი კონგრესმენის ერთ-ერთი პოსტიც, რომ თუ 29 დეკემბერს გააგრძელებს ქართულ 29 დეკემბრიდან გააგრძელებს ქართული ოცნება დემოკრატიის დასამარებას, ისეთი სანქციები იქნება ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მას რომ არასდროს არ უფიქრიაო და კიდევ ძალიან აქტიური პოზიციები ვიხილეთ პლატფორმა X-ზე. იმ ფონზე, როდესაც თქვენ ელოდებით 20 იანვრიდან ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გადაკვეთას ურთიერთობების და გავთ გარკვეული მოლოდინები და გათვლები. აი ამ ფონზე თქვენი ოპონენტები მათ შორის ძალიან აქტიურად მოიხმობენ და ეყრდნობიან ჯო ვილსონს როგორც რესპუბლიკელი კონგრესმენს, რომელიც მათ შორის ჰელსინკის კომისიას ხელმძღვანელობს. რა შეგიძლიათ ამაზე? სალომე ზურაბიშვილის და სხვა შესაბამისი პირების გაფრთხილება არის ჩვენი მოვალეობა. ეს არის არა მარტო ჩვენი რაღაცა უფლება, არამედ ეს არის ჩვენი მოვალეობა. ნებისმიერი ხელისუფლება უნდა იყოს ორიენტირებული არა რეპრესიისკენ, არამედ დანაშაულის პრევენციისკენ. ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში არის დანაშაულის პრევენცია, ამიტომ ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი. ძალიან ცუდი სურათი იქნება, ხო, დამეთანხმებით, ჩვენ რომ მოგვიწიოს მისი გამოყვანა რეზიდენციიდან ძალით და გადაყვანა საშილახსოვრების დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, ეს არ არის სასურველი სურათი. ეს შეიძლება აწყობდეთ სალომე ზურაბიშვილის პატრონებს და შეიძლება მისცენ ასეთი დავალება, მაგრამ ეს არ იქნება ლამაზი, ასე ვიტყოდი. ესეც ქვეყანას რა თქმა უნდა არ დააქცევს, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ უბრალოდ არ იქნება ლამაზი სურათი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოვალეობა გავაფრთხილოთ სალომე ზურაბიშვილი, რომ არ ჩაიდინოს დანაშაული და შესაბამისად არ მოუწიოს თავადაც ამ ულამაზო სურათში მონაწილეობა. ჯო ვილსონის განცხადებებს როგორ? ჯო ვილსონის განცხადებას ხშირად ჩვენ ხედავთ ხოლმე, რომ როდესაც ასეთი ინტენსიური განცხადებები იკეთება ამა თუ იმ პოლიტიკოსის თუ ჩინოვნიკის მხრიდან, მერე იკვეთება ხოლმე კონკრეტული, ასე ვთქვათ, ფინანსური ინტერესის ნიშნები. არ ვიცი ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე, ყოველ შემთხვევაში მე ამას დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი. თავარია საზოგადოებამ ისწავლა ყველაფერი. საზოგადოებამ პირველ რიგში ისწავლა ის, რომ არც ცალკეულ პოლიტიკოს
არ უნდა გაიგიდოს მის განცხადებებში. თქვენ გახსოვთ, რომ 5 რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა, მაგრამ ამითაც კი ვერ შეძლეს საზოგადოებაზე ზემოქმედება. რატომ? იმიტომ რომ თავარია საზოგადოებისთვის ის თუ რა არის სიმართლე. და როცა ხედავენ, რომ კონკრეტული პოლიტიკოსი სიმართლეს არ ლაპარაკობს, საზოგადოებისთვის ეს განცხადებები აღარ არის რელევანტური. ამიტომ ყველას ურჩევდი, რომ თავი შეიკავოს ასეთი ფუჭი კამპანიების წარმოებისგან ქართულ საზოგადოებაში ეს ვერავითარ განსაკუთრებულ მღელვარებას ვერ გამოიწვევს და ამას ვერ იქნება ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედების ეფექტი. ერთადერთი რაც ზემოქმედებს ქართულ საზოგადოებაზე ეს არის სიმართლე და ამისთვის ჩვენც ბევრი რამ გავაკეთებთ. რესპუბლიკელია და თქვენ მოლოდინი გაქვთ რომ რესპუბლიკელი მიზანიც ეს არის. რეალურად მიზანიც ეს არის, იმიტომ გააქტიურეს კონკრეტულად რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, რომ შექმნას ვიღაცამ აღქმა ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე. ჩვენ სხვა რამეს ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან, ჩვენი ხელი არის გაცვლილი, ჩვენ თავოსობთ ახალ ადმინისტრაციას სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებას სუფთა ფურცლიდან. თვისებრივად განახლებას, გაჯანსაღებას იმ ურთიერთობების, რომლებიც არ არის დღეს ჯანსაღ მდგომარეობაში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან, ახალი ადმინისტრაციის მხრიდან იქნება შემოხვედრილი პრაგმატული ნაბიჯები, ეს შედის ორივე ქვეყნის ინტერესებში, როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში. ბატონო, პარტიების დაფინანსებაზე მინდა გკითხოთ, ნიკა გვარამიას კოალიციის გარდა, როგორც ვიცით, ამ დროს თუ არის არავის არ უთქვამს პარტიების დაფინანსებაზე, ნიშნავს თუ არა ის იმას, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა აღიარეს არჩევნების შედეგები. Ну, რა თქმა უნდა, 4-დან 3 ბარიერ გადალახულმა პარტიამ აღიარა არჩევნების შედეგები, დამატებით 2 პარტიამ, რომელმაც მიიღო დაფინანსება, ასევე აღიარა არჩევნების შედეგები. მანამდე შეგახსენებთ, რომ ლელომ მიიღო ცესკოში თანამდებობა, აქაც აღიარეს არჩევნების შედეგები. რეალურად ყველა ხედავს იმას, რომ არჩევნების ლეგიტიმურობაში ყველა არის დარწმუნებული, უბრალოდ მათ დაიწყეს გარკვეული თამაში პატრონების დავალებით, უნდა ეცადათ ხელისუფლების შეცვლა ძალადობრივი მეთოდებით, თუმცა ესე ჩაუვარდა. ახლა წავა განსხვავებული პროცესი. ხო, კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რას ვქვი, არაერთხელ თებერვალში მე მგონია, რომ შეიძლება ჩვენზე ადრე შევიდნენ პარლამენტში, როდესაც გაიხსნება მომდევნო საპარლამენტო სესია. დაფინანსებაც არის მათ შორის დიდი დაპირისპირების უკვე გამოიკვეთა ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ პარტიებმა, რომელსაც ჯერ უარი არ უთქვამ ყოველ შემთხვევაში, ამბობენ, რომ ის პარტია, რომელმაც უარი განაცხადა, უნდა თქვას მაშინ ალტერნატიული ფინანსები, საიდან აქვს, იმიტომ რომ პარტიებისთვის ეს არის ერთადერთი წყარო ხომ შემოსავლის, თქვა შემოწირულობების გარდა. რეალურად ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც კონსულტაციებში მართავენ ერთმანეთთან, არ იციან, რასთან შეიძლება ერთმანეთთან კონდეთ შემთხვევები, ხო, რას აკეთებს მეორე პარტია, რომელიც მის პარტნიორად მოისაზრება ამ სიტუაციას. Ну, ძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს ეს პარტიები საკუთარმა პატრონებმა და ამას უკავშირდება ის არათანმიმდევრულობა, რაც არის დღეს აშკარად სახეზე. ერთი პარტია ამბობს ერთს, დანარჩენები ამბობენ სხვას, არის სრული შეუთანხმებლობა მათ შორის, ანუ ერთი არ აღიარებს კვლავაც არჩევნების შედეგებს, ყველა დანარჩენმა აღიარა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის იმ არათანმიმდევრული ნაბიჯების შედეგი, რაც მათ მხრიდან გადაიდგა, მათ სადეს რევოლუციის მოწყობა ძალადობრივი მეთოდებით ჩაუვარდათ და ახლა არიან აბსოლუტურად დეზორიენტირებული, ეს არის მათი არათანმიმდევრული ნაბიჯების მიზეზი. ბატონო, ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც გმობენ ყველაფერს ეცვისულია, საჯაროდ და ისინი ხელმომწერიც არიან კონკრეტული განცხადების, მათი მთავარი პარტნიორი, როგორც ირკვევა, არის რუსეთი და ისინი ამბობენ, რომ ამაში არავითარი პრობლემა არ არის, როგორ შეაფასებთ მათ ამ პოზიციას, არის თუ არა ეს ორმაგი სტანდარტი. Ну, ცალსახად არის, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაგრიტიკებენ რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გამო და თვითონ არიან ამ პრაგმატული პოლიტიკით მოსარგებლეები. Ну, აქ ჩანს რეალურად, რომ მათ აქვს უბრალოდ პოლიტიკური მიკერძოება და ეს პოლიტიკური მიკერძოება არის თავარი მიზეზი იმისა, რომ აკეთებენ არაადეკვატურ განცხადებებს. თან რუსეთში ვაჭრობენ და თან არ გმობენ მაგალითად ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელთაც არის მოთხოვნილი რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ერთადერთ რამეზე შეიძლება მიანიშნებდეს ასეთი ორმაგი სტანდარტი, მათ აქვს პოლიტიკური მიკერძოება, მათაც სურდათ ისევე როგორც დანარჩენ 700 რამდენი იყო 50,000 დაახლოებით ამორჩეველს ხელისუფლებაში დაბრუნებულიყო კოლექტიური ნაცმოძრაობა, რასაც ვერ მიაღწიეს და ახლა ამ იმედგაცრუების გამო ორმაგი სტანდარტებით საუბრობენ. როცა ბიზნესმენს უნდა იმ პოლიტიკური ძალის დაბრუნება, რომელიც პირველ რიგში სწორედ ბიზნესის რეგეთით გამოირჩეოდა, ეს არის რომ ვთქვათ გაუგებარი, თუმცა ამასაც შეიძლება ქონდეს ერთადერთი ახსნა, არიან კონკრეტული ბიზნესმენები, რომლებსაც აქვთ კავშირები შესაბამის ძალებთან და ისინი საკუთარ გამორჩენას ელიან
ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცნობრობის დაბრუნებიდან, თუმცა რა თქმა უნდა ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. ბიზნესის თავისუფლება ჩვენი მხრიდან იქნება აბსოლუტურად უზრუნველყოფილი. და ბატონო, ბოლოს გითხავთ მომღერლების ბულინგზე, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საახალწლო ღონისძიებებში, რა ემსახურება ეს კამპანია? ეს კლასიკური ლიბერალური ფაშიზმია, ეს არის იდეოლოგია, რომლის გავრცელებასაც ცდილობენ გარკვეულწილად წარმატებით ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა ეს ბულინგიც არის ამის გამოხატულება. თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ამ ბულინგს არ აქვს წარმატება, ჩვენი ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა ამ 4 წლის განმავლობაში იქნება საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის საბოლოო დამარცხება და ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად. დიდი მადლობა. I don't know.